რატომ არ ჩამოჰყავთ ევერესტიდან დაღუპული ალპინისტების ცხედრები? წარმოიდგინე, რომ ადიხარ მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე, მაგრამ ყოველი ნაბიჯი შესაძლოა უკანასკნელი აღმოჩნდეს. ევერესტზე დაახლოებით 8000 მეტრის სიმაღლეზე იწყება ადგილი, რომელსაც სიკვდილის ზონას უწოდებენ. აქ ჰაერში ჟანგბადი იმდენად ცოტაა, რომ ადამიანის ორგანიზმი ნელ-ნელა ძალას კარგავს. ბევრს გონია, რომ თუ ალპინისტი დაიღუპება, მაშველები აუცილებლად ჩამოიყვანენ მას, მაგრამ რეალობა გაცილებით რთულია. ასეთ სიმაღლეზე ერთი ადამიანის გადმოსვენებას ხშირად რამდენიმე მაშველი სჭირდება. ისინი მუშაობენ იმავე უკიდურეს პირობებში. ძლიერი ქარი, ყინვა, ჟანგბადის მწვავე დეფიციტი და ზვავის მუდმივი საფრთხე. სწორედ ამიტომ ზოგჯერ სამაშველო ოპერაცია უფრო დიდ რისკს ქმნის, ვიდრე თავად ტრაგედია. მთამსვლელებს ერთი დაუწერელი წესი აქვთ. არც ერთი სამაშველო ოპერაცია არ უნდა გახდეს ახალი ტრაგედიის მიზეზი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დაღუპულებს ივიწყებენ. როდესაც ამინდის სიმაღლე და უსაფრთხოების პირობები ამის საშუალებას იძლევა, გადმოსვენების ოპერაციებიც ტარდება. ევერესტი მხოლოდ დედამიწის უმაღლესი მთა არ არის. ის ადამიანის სიმამაცის გამძლეობისა და ბუნების უზარმაზარი ძალის სიმბოლოა. და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილიც სწორედ აქ ისწავლება. მწვერვალზე ასვლა დიდი მიღწევაა, მაგრამ ნამდვილი გამარჯვება მხოლოდ მაშინ არის, როდესაც სახლში უსაფრთხოდ ბრუნდები. ვრცლად ამ თემაზე სტატია წაიკითხეთ საიტზე ცნობისთვის.com.